საიდუმლო, რომელიც აქამდე არასოდეს გამიმხელია. ჩემი ეს გვერდი, ჩემი შექმნილი არ არის. მე მხოლოდ სამყაროს კარი გავაღე, დანარჩენი კი თავისით მოხდა. ხშირად მეკითხებიან, საიდან მოგაქვს ეს თემები, ვინ გიწერს სცენარს, რა წყაროებს ეყრდნობი, ვინ დგას შენს უკან. მე გულწრფელად პასუხობთ, არანაირი წყარო არ არსებობს. არაფერს არ ვეძებ, არაფერს ვიკვლევ და არც რაიმე გეგმას მივყვები. ამ ყველაფრის წყარო სამყაროს მიღმაა. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყაროს უხილავი ენერგიები მიკავშირდება და მეუბნება, რა უნდა მოვძებნო, რა უნდა გამოვიკვლიო და რა უნდა ვთქვა. გავაფრინე თუ არა? არ ვიცი. ალბათ არა. ეს ხუმრობით რასაკვირველია. ისე კი ალბათ ჩვენ ქრისტიანი მართლმადიდებლები ცოტათი გიჟები ვართ. გვწამს უფლის, რომელიც ამ სამყაროში არ არის, მაგრამ ნათქვამია, ნეტარ არიან მორწმუნენი. მოდი დავუბრუნდეთ თემას. როგორ ვიკვლევ ახალ ინფორმაციებს ისტორიიდან? უბრალოდ ვჩერდები, ფიქრობ, ვუსმენ გონებას და ხელები თავისით იწყებენ წერას და ძიებას. ვიცი, ზოგისთვის ეს შემთხვევითობაა, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. და რატომ ხდება ეს ამბები მაინც და მაინც ჩემს თავში და მერე თქვენს ეკრანზე? ეს ყველაზე დიდი გამოცანაა, რომლის ამოხსნასაც არც კი ვცდილობ. რაც შეეხება ჩემს მიმდევრებს, მე არ მყავს მიმდევრები, მე თვითონ ვარ უფალი იესო ქრისტეს მიმდევარ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მაინც. ასევე მე გვერდზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მყავს ადამიანები, ვინც ჩემნაირად აზროვნებს და ვისაც სჯერა სიკეთის და ჭეშმარიტების. ჩემს გვერდზე არ არსებობს ცენზურა განსხვავებული აზრებისთვის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის დამცირება, შეურაცხყოფა და ზოგადად ღოროტული, სატანისტური სიტყვები აკრძალულია და ისჯება დაბლოკვით. სიკეთე შობს და ავრცელებს სიკეთეს, ხოლო ბოროტება ბოროტებას. სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე. რაც შეეხება გვერდს, 70,000 ადამიანი ერთ სივრცეში, ეს არ არის უბრალოდ ციფრი. ეს არის კეთილი ენერგიების დიდი თავშეყრა. ზუსტად ვიცი, რომ სამყაროს სურდა ეს ამბავი თქვენამდე მოსულიყო. არც მე ვარ მასწავლებელი ან მქადაგებელი და არც თქვენ მსმენელები. ჩვენ თანამოაზრეები ვართ, რომლებიც ერთად ვეძებთ ჭეშმარიტებას. ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება, არამედ ახლა იკრებს ზალას. ვიცი, რომ ჩვენ წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველოდება. არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იმის გააზრება, რომ შენი სიტყვები ვიღაცის ან ვიღაცების დღეს უკეთეს ხდის. მე არასოდეს მიცდია გამختარიყავი პოპულარული ან მდიდარი, არამედ ვცდილობ ვიყო გულწრფელი და მადლობელი ვარ, რომ თქვენ ამ გულწრფელობას ასე აფასებთ. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. ეს არის აქსიომა. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს. ეს მხოლოდ დასაწყისია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.